უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო სექტორს ამ დრომდე არ გაუგზავნია ინფორმაციას პრაიმ ტაიმი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადამოწმების შედეგად გაარკვიეს. თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი საპირისპირო ამტკიცებენ. ასოციაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. გამოქვეყნებულ პოსტთან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, რომელიც ასოციაციის განცხადებით ადასტურებს, რომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით გარკვეულ დროს მოითხოვს. ქართულ ოცნებაში კი ფიქრობენ, რომ სტრასბურგის სასამართლო არგუმენტაციის არარსებობის გამო სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს. სტრასბურგში რომ გააგზავნოთ სარჩელი, იქვე უნდა დაუდასტურო, რომ ეს არ არის ევროპული სტანდარტი. რომ მათ რა შემოსავალიც აქვს ამასთან დაკავშირებით, თუ კი აქვთ ვალდებულება დონორის წინაშე, როგორ გადანაწილდა ეს შემოსავალი, რა პროგრამები დაფინანსდა, ესეთი ვალდებულება არ უნდა ქონდეს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, რომლისთვისაც მათი თქმით ისინი ირჯებიან. სტრასბურგი რასაკვირველია ამას ასეთ სარჩელს არ მიიღებს. იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ შენ დავა დაიწყო საკუთარ ქვეყანასთან იმის გამო, რომ გთხოვენ გამჭვირვალობას შემოსული თანხების.